მოგესალმებით მეგობრებო, გილოცავთ 8 მარტს, ქალბატონებო, ნაკომუნისტარი კაცი ვარ, ნასაბჭოთა კავშირალი და ჩვენ დროს ეს ბავშვობიდან მახსოვს რომ ეს იყო მეტად სასიამოვნო დღესასწაული, ვარდებს არა, მაგრამ ყოჩი ვარდებს, უпростоრად იებს. რამდენი ის ყვავილის სახელი, ყვავილებს ჩუქნიდით ჩვენს კლასელებს, გოგო კლასელებს, მასწავლებლებს, რა თქმა უნდა დედას, ოჯახის წევრ ქალბატონებს. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, მინდა გისურვოთ ჩვენი ქვეყნის გაბრწყინება და თქვენი შვილების უსაფრთხოება და მშვიდობა. დავიწყოთ მეგობრებო საუბარი, მე მინდა ერთ ასპექტზე გილაპარაკო, ამერიკის შეერთებული შტატებიდან სულ უფრო კაფეო განცხადებები ისმის, მშვიდობის კურსის ხანდამჭერი განცხადებები, მაგრამ მოდით თქვათ, რატომ დასჭირდა ამერიკას, ან რატომ მოხდა ისე, რომ ამერიკა ლიბერალიზმის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი და ბოროტების ერთ-ერთი მთავარი ამომრქვეველი უეცრად დაადგა ჩვენთვის ფრიად სასიამოვნო გზას, კონსერვატორულ გზას. რატო მოხდა? ვისაც ღმერთი გწამს, ის რა თქმა უნდა იტყვის ამაში განგების ხელი ურევია, მაგრამ მოდი ეს გვერდზე გადავდოთ და პოლიტეკონომიური საწყისები მოვძებნოთ. ჩემი აზრით, მე ჩემსას ვიტყვი და მე თქვენ შეგიძლიათ განავრცოთ. პირველი ეს იყო ეკონომიკური პრობლემები ქვეყანაში, დიდი შიდა ვალი, რომელსაც ვერ ემსახურებოდა უკვე ქვეყანა, ვოუქიზმის, აი ამ სიგიჟის, ლიბერალური სიგიჟის გავრცელება, როდესაც რასობრივი სეგრეგაცია დაბრუნდა ოღონდ პირიქით, ანუ ფირმებს უნდა აეყვანათ თანამშრომლები და სახელმწიფო სტრუქტურებში თანამშრომლები არა ნიჭის მიხედვით ხდებოდნენ, არამედ რამდენად ვოუქი, არა, უბრალოდ რამდენად LGBT-ების წარმომადგენელი ხარ, ან ფერადკანიანი ხარ თუ არა და ასე შემდეგ. ანუ მოირღვა სოციალური ლიფტების ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მდგენელი, რომ ნიჭიერი კაცი, ჭკვიანი კაცი და ქმედითი კაცი თუ ქალი უნდა ადიოდეს უფრო სწრაფად ვიდრე სხვა ნაკლები. ოღონდ ეს ლიქით იყო, ეს ძალიან ვნებდა ამერიკას. ამერიკა დაკარგა მორალური წინამძღოლის როლი მესამე ქვეყნებში და აი ეს პუტინის მიერ მოფიქრებული და ჩინელების მიერ მოფიქრებული ეს ეკონომიკური კავშირი ამის მაგალითია. დოლარმა აი ამ უაზრო სანქციებით, გაყინვებით რომ გაუყინეს რუსეთს აქტივები, მე ბევრმა სხვა ქვეყნის ლიდერმა იფიქრა რომ მეც ესე დამემართებაო, დოლარმაც დაკარგა თავისი მნიშვნელობა. ჩემი აზრით პირველ რიგში ეს იყო ეს კურსი, ტრამპის ახალი საღი აზრის კურსი გამოწვეული იყო იმით, რომ ამერიკა რეალურად კარგავდა თავის როგორც ეკონომიკურ, ისე სხვა ძლევამოსილებას. ავღანეთიდან ისე გამოვარდნენ სირცხვილი ჭამეს, ეს ამერიკის ჯარის სისუსტე იყო, ესეც დაინახა ამერიკამ და აი ამის გათვალისწინებით იძულებულები იყვნენ, ამიტომ აირჩიეს, იძულებულები იყვნენ, შემთხვევითი არ არის კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ტრამპი მოვიდა და დაიწყო ჯარებში. უბრალოდ ერთი ორი სიტყვა მინდა ჩემს ამ მოსაზრებაზე შენ თქვა. შალომ, სანამ შენს იმაზე გადავალ, მე მინდა ერთი ამბავი გავიხსენო, იმიტომ რომ ჩვენ წინა კვირაში სამწუხაროდ ისე მოხდა, რომ არ მოგვეცა ამაზე ლაპარაკის საშუალება და ეხლა მინდა ვთქვა. ძალიან დიდი სიამოვნება მივიღეთ წინა კვირას ალბათ. როდესაც ვნახეთ ძალიან სასიამოვნო კლოუნა და რასაც ვთქვათ ზელენსკის მიჭრხნა ქურდული გარჩევა ეწოდებოდა, იმიტომ რომ არა, იმიტომ რომ შალო რა იცი რომ მართლა ჩვენ ანუ ბევრი რაღაცები დავინახეთ რა, ანუ პირველ რიგში ვნახეთ ის რაც ჩვენ ვიცით, მაგრამ რეალობაში მსოფლიოში არ იყო ცხადი რომ ზელენსკი არის ჩვეულებრივი არაადეკვატური კლოუნი, უზდელი და ადამიანი, რომელსაც არც ეტიკეტი აქვს წარმოდგენა, არც პოლიტიკაზე აქვს წარმოდგენა და არაფერზე არ აქვს წარმოდგენა და ჩვენ ნახეთ ის, რაც აქამდე პრინციპში არ გვინახავს. ანუ სავარაუდოდ მსგავსი საუბრები, როგორც ამბობენ, არის ხოლმე მედიის მიღმა. და ეხლა ვნახეთ მედიის თვალწინ, როდესაც ზელენსკის უზრდელულ და უკმეხ, ასე ვთქვათ, წამოძახილებს ამერიკის პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ფაქტიურად შევაწყობებით უპასუხეს და შალვა ამ ყველაფერმა ხან შენას გავაგრძელებ, უკვე შედეგების მოიტანა, იმიტომ რომ ანუ ტრამპმა თქვა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამე, ომი უნდა დამთავრდეს. და ომი უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ეხლა ომი უნდა დამთავრდეს, აი გადავიდე ჩემი გადმოსახედიდან გეკითხები. ომი უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ტრამპი ძალიან მშვიდობის ტრედია თუ ომი უნდა დამთავრდეს, იმიტომ რომ ერხევა
დასავლურ ეკონომიკას და დასავლურ ასე ვთქვათ სახელმწიფოებს. მე გეტყვი, მე ჩემი. აი რატო? ხო, მე ჩემი აზრი მაქვს. ჩემი აზრი რა თქმა უნდა მეორე. ჩემი აზრი არის ასეთი რომ დასავლეთის ერთ-ერთი მთავარი სიძლიერე ეს მთელი ამ დროის განმავლობაში იყო იდეოლოგიური სიძლიერე. რომ ისინი ამბობდნენ რომ ჩვენი უნდა გეშინოდეთ, იმიტომ რომ ჩვენი უნდა გეშინოდეთ. და როდესაც არა, კეთილები ვართ, თქვენ ბოროტები ხართ. კეთილები ვართ, მაგრამ ანუ რას გულისხმობ, ომი რო დაიწყო და დასავლეთი რო მანამდე რუსეთს აფრთხილებდა რომ აი ჩვენ ახლა დავაწესებთ 25000 სანქციას ჩამოიშლება თქვენი ეკონომიკა. SWIFT-დან რაღაც მალე ჩამოიშლებით. და დაიშლებით და შემდგომ ჩვენ ვნახავთ რომ აი რუსი ექსპერტებიდან დაწყებული მსოფლიო ექსპერტები 99% ამბობდა რომ რუსეთი დაიშლებაო. ხო. და არ დაიშალა. არა. და უცებ აღმოჩნდა რომ რაღაცეები არ მუშაობს ისე როგორც ვიღაცებს წარმოადგენენ და ამის შემდგომ რჩება ორი ვარიანტი. ერთი ვარიანტია, რასაც ტრამპი ამბობს რომ მოდით რა გადავიდეთ უფრო რეალურ მაგალითებზე, ანუ ვივაჭროთ, შევთანხმდეთ ეკონომიკურ კავშირებზე, მე თქვენ ინტერესებს გავითვალისწინებ, თქვენ ჩემ ინტერესებს გაითვალისწინებთ. ან და არის მეორე ვარიანტი, რაც საკეთებს ევროპა. გავაგრძელებთ იგივეს თუნდაც გავნადგურდეთ ამ პრინციპს. და ტრამპი ყურსა უწევს და ჩემი აზრით ტრამპი ამას ეუბნება, მაგრამ უფრო სხვანაირად გამაოცა მეგობრებო, როგორ მიმართა გრენლანდიის მოსახლეობას. წინვალე მოსახლეობა, ხო იცი შეკებები რო იცი თუფტაზე. ძალიან მაგარი ხალხი ხართო და მოდი გადაწყვიტეთო თქვენ როგორ გინდათ რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი. მაგრამ პრინციპში ბოლოს ისე იქნება როგორც მე მინდა. ანუ იქვე უთხრა. ანუ თქვენო გადაწყვიტეთო, გინდათ თუ არა ამერიკის მოკალათურა. მაგრამ პრინციპში ხადრეთ თუ გვიანი ხალხო ხვდებია რა. ანუ ტრამპი რას ეუბნება რომ ვივაჭროთ და თანაბრები ვიყოთო კი არა. მე რაღაცები მინდა და მე ამას მივახცევ. ხო შენ მითხარი შენ რა გინდა? ეს საბოლოოდ ჩემი იქნება ყველაფერი, მაგრამ მოდი რა ვივაჭროთ მაგაზე, რამდენი უნდა მოგცე. ლარი თუ 10 ლარი რა, მე მაშინ მუქთად მიჩვენია, მაგრამ კაი, ხვდები რომ ესე არ არის. აი მაგალითად მაგას ტუკას უტარებენ საწყალ ზელენსკის რა, საწყალი რატოა ღირსია ყველაფერს. როგორც კი წავიდა იშვიათი მეტალების საბადოებზე საუბარი, იქვე გამოჩნდა პუტინი. ნეუბნებოდი ჩემ ტერიტორიაზეო და ჩემ ტერიტორია რა ტერიტორია იცი? დაპყრობილი როა აღმოსავლეთ უკრაინა. რა თქმა უნდა, არა ბიჭო იქ შეუძლია. რომელიც მდიდარი იყო ამბიაფი. კი და რომელსაც აღორძინებაც უნდათ. და კიდე რა უთხრა, იცი მაგარი, საერთოდ რომ დაშოკა. ტრამპი ხო იყო წინამნეგი, ჩილო ნაკადის. 50-50-ზე ვიყოთო, ამერიკა და რუსეთიო იმ ტრუბაშიო. ოღონდ გერმანია წინამნაკი. ხო, ნუ ახლა გერმანია თვით არ გვინდა ეკონომიკა. არ გვინდა იაფი. არა, ხვდები? უსულია. ანუ გამოდის ფოსტერს პუტინი რა. კი, ანუ კონკრეტულ, ანუ ევროპა ვერაფერს ვერ გამოდის. ხო. ტრამპმა ერთხელ უთხრა, გუშინ კიდევ არაერთხელ და მეგონი საბოლოოდ რომ ფული დადეთო. თორე მე თქვენ არ დაგიცავთ, ეხა განიხილება კანონ პროექტი, რომ ვინც ფულს არ იხდის, მეხუთე პუნქტის ქვეშ აღარ მოიაზრება, ანუ აღარ დაეხმარება და არა აქვს ფული, ხო და პუტინი შეუძლია პუტინს კონკრეტული ფული გამოვიდეს. აი როგორც გასადენზე ნახევარი შენი იყო. ეთახმები შალვა და რა თქმა უნდა, რაც თავიდანვე სწორად აღნიშნე, გეოპოლიტიკური და პოლიტეკონომიური მდგენელი არის, რაც ამ ყველაფერს საფუძვლად უდევს. ცხადია ხა ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ ეს მწვალებლობა რაც იყო ეს ვოუქიზმი თავდება უკვე კანონის დონეზე და ამერიკაში და მართლა ცენტრს ჩვენ პერიფერიაზე რაც უნდა გვებზოლა ის თავი და თავი ამ ბოროტების იყო იქ და კარგია რომ იქ თავდება. რაც შეეხება ახლა გეოპოლიტიკურ ნაწილს და პოლიტეკონომიურ ნაწილს შესაბამისად, ტრამპის პოლიტიკა არის ასეთი, რომ ჩვენ გვაქვს დეფიციტი და ანუ სავაჭრო დეფიციტი და ამის გამო ჩვენ ტარიფების ომში გადავდივართ. ანუ ტრამპი ცდილობს რომ ის ომი უკრაინაში, რომელიც მართლა მისთვის სრულიად უაზრო თავის ტკივილია, რომელიც წინა ადმინისტრაციიდან გადმოყვა, იმიტომ რომ მას უნდა ჩინეთთან კონკურენციაში აქტიურად შესვლა და სატარიფო ომები სატარიფო ომი დავარქოთ. რა თქმა უნდა, ჩინეთი არის მთავარი კონკურენტი და მან ეს თქვა მე მგონი არჩევნებამდე იყო ოქტომბრის თვეში, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ზუსტად თუ მახსოვს uncoupling, ანუ ესე იგი ის წყვილი უნდა დავარბიოთ რუსეთისა და ჩინეთს შორის. და ეს არის მთავარი მოტივაცია. ამერიკის ჰეგემონია ჯერაც
დგას დოლარზე და დოლარს იცავს ტრამპი. დოლარს იცავს ტრამპი და მას არ მოწონს მაგალითად BRICS სისტემა, რომელიც ცდილობს დედოლარიზაციის პოლიტიკას და სწორედ BRICS-ში რო შეიტანოს ასე ვთქვათ ბზარი, ამიტომ ცდილობს ის პუტინის მოთაფლას. და პუტინი რას ეუბნება, რომ ჩვენ არც კი გვიფიქრია, მაგრამ როცა სანქციებს გვიწესებ, როცა ჩემ დოლარებს ყინავ და როცა SWIFT-დან გვთიშავ, აბა რანაირად დაგეგმოთ. მოდი ესე პირდაპირ ვთქვათ, ეს არ არის ვთქვათ სუვერენისტური პუტინის მხრიდან, იმიტომ რომ ეუბნება, რომ მე მაინც მინდა მობმული ვიყო შენს ფინანსურ სისტემაზე. პასუხს. ხო, ეგ არავინ არ იცის, მაგრამ კარგი პასუხი გასცა რა. ხო, მაგრამ ეს ისე ჩანს, რომ თითქოს აი მე კიდევ მინდა რომ შენ ფინანსურ სისტემაში ვიყო და ეხა შეიძლება BRICS-ი დავაპაუზო. ერთმანეთად ღირან ეს ორი და პუტინი და ხანდახან სიამოვნებასაც გვრივს ამ ორი დიდი სახელმწიფოს ჯახი და ჩინეთი რო ეხა მებებია და ილიკვილა გამოგდის, მაგრამ ჩინეთი რო გამყურთულია გამოვიდა 1E. რა თქმა თუ ჩინეთი ამბობსო, ხო? ო, 1E გამოვიდა. საგარეო საქმეთა მინისტრი მაგარი კაცი 1E. და რუსეთ ჩინეთის ომსო, მეგობრობასო ვერაფერი ხელს ვერ შეხვდა. ჩვენ ცოტა ნერვიულობს როგორც. კი, ნუ ლოგიკა. არადა განსაკუთრებული არაფერი არ ხდება. ნორმალური ქრისტიანული ქვეყანაა, ხო? ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, დიდი ქვეყანაა და ესეც უნდა იყოს. ჩვენ გვიკვირს რომ არ არის. რას დღეს არის? იქედან გამომდინარე წინა ადმინისტრაცია რა საშინელება იყო, როგორც თავისი ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის. ეხლა ჩვენ რაღაც თითქოს გაკურებულები ვართ, რომ ტრამპმა დაიწყო რაღაცა ეროვნული ინტერესების დაცვა და გატარება, ეს ეროვნული ინტერესები. ანუ გადააწყო თავისი ტაქტიკა და გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვალა, რომ აი ომებით კი არ გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა, რასაც უკრაინას გარიგებებით, კი ბატონო. უკრაინას უკეთებდნენ, რომ აი ახლა აქედან დაანახებდნენ. გამოგიყავით 100 მილიარდი. ახლა ჩვენ ეკონომიკაში ამას ჩავატრიალებთ და თქვენ გამოგიგზავნით ამის აქედან ხო რაღაცას გაუგზავნიდნენ. სინამდვილეში სხვა რაღაცა ხდებოდა, რომ ყველაფერს თავის ამითი შოულობდნენ ფულს, ამითი აძლიერებდნენ თავის ქვეყნის ეკონომიკას. დღეს და რაც შეეხება ყველაზე მთავარი რაც იყო, აცხადებდნენ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სული არის ტრანსგენდერი. რაკაც ტრანსგენდერიზმი პირდაპირ გამოაცხადა. როდის თქვა კაცო? შობაზე თქვა თუ არა, მანამდე შობაზე. არა. მანამდეც ნათქვამი მქონდა მილიონჯერ დაფიქსირებული, მაგრამ მაგ დღეს კი არ აღდგომა კი არ მიულოცა ხალხს. გამოვიდა და ტრანსგენდერიზმის რაღაცა დღესასწაული მიულოცა აი ამ საზოგადოებას. ნუ წარმოიდგინეთ ახლა და ყველა ხო კარგად იცით რომ ეს ყველაფერი შესაბამისად მათი პოლიტიკა მერე გადმოედო ევროპას, ჩვეულებრივად ჩაყლაპა ევროპა და მერე ჩვენ გვიპირებდნენ რომ ჩვენც უნდა გადავეყლაპეთ და სულზე მოგვისწრო ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნებმა, ხო ასე იყო რა. სხვანაირად შეიძლება ძალიან დიდხანს ვეღარ გაგვეძროდა. არავის არ აწყობდა, ანუ ყველაფერთან ერთად ტრამპის ინტერესები რაც არის, ანუ მან გამოაცხადა რომ დღეს ტექნოლოგიები ხო გვერდით რატო ყავს კაცო ეს მილიარდელები, ეს ტექნომილიარდელები, ანუ სხვანაირად უნდა გადააწყონ თავიანთი ეკონომიკა და ამით უნდა გააძლიეროს ქვეყანა და არა იმით რომ სადღაც ომი აწარმოოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ იმითი ფულ. ეს არის ნორმალური განვითარება ქვეყნის და შესაბამისად მე სოფლიოსის. მეორეც, ახლა ამას რო უყურებ კაცო, ამ პოლიტიკით, რა პოლიტიკაც შეერთებულ შტატებს ჰქონდა, ძალიან შორს ხო ვეღარ წავიდოდნენ არა? ვეღარ შორს. როგორც კიბზე იყვნენ. კი, რა თქმა უნდა, ვეღარ წავიდოდნენ, იმიტომ ეხა იქა აზიის ქვეყნები რო არის ვითარდებოდნენ, რა თქმა უნდა. ისინი რა თქმა უნდა, ამათ ხო ვერ ჩაყლაპავდნენ ამ თავიანთი იმეებით, რა ქვია, LGBT პროპაგანდას, ანუ ვეღარ ყველაზე დიდი ჩვენსავით პატარა რამდენიმე ქვეყანა კიდე აი საბერძნეთს რო გაუკეთეს სასწაული არ ვიცი. ეს სოდვა მარტო იმათ კი რა თქმა უნდა ხო მართლმადიდებლური ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქვეყანა 10 მილიონიანი ქვეყანაა მართლმადიდებლური ეგეთი რომ ალბათ რა ვიცი არ არის მოსახლეობის რაოდენობით ხო და
იმას რა უქნეს და ჩვენზე იყვნენ მომდგრები და ასე შემდეგ. ანუ შორს ვეღარ წავიდოდნენ. ამ კაცმა პერსპექტივას ვეღარ დაინახა. შენ როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა აღმოსავლეთის ქვეყნებთან, რომელიც რა თქმა უნდა მოძლიერდა ყველაზე დიდი არაბულ ქვეყნებში რო ფულია, მაგდენი შეიძლება ევროპაშიც აღარ არის. იმათან როგორ უნდა გქონდეს ურთიერთობა, თუ დამოკიდებულება არის შენი, რომ აი მაგალითად ტრანსგენდერი უნდა იყოს სადღაც ერთი მინისტრი შენი აუცილებლად და ნუ აღარ გავაგზავნოთ. ურთიერთობების განვითარებას აზრი არ ქონდა. აგერ მათმა დამოკიდებულება რა თქმა უნდა გააერთიანა. ამას ჩვენ ხვდებით, ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები, ჩვეულებრივი მოკვდავები, რომ მათმა პოლიტიკამ ქნა ჩინეთის და რუსეთის დაახლოება, კორეის, ჩრდილოეთ კორეის დაახლოება რუსეთთან, რომელთანაც არ ქონდა მაინდა-მაინც ჩასაყლაპი ურთიერთობა ჩინეთთან, კი ბატონო, არ ქონდა და ბრიქსი შეკრება რამ გამოიწვია? გამოიწვია იმან, რომ მათი მთავარი მიზანი და ამოცანა იყო დედოლარიზაცია, ანუ დაერწყათ გრძელვადიან პერსპექტივაში ამერიკისთვის, რომ ამერიკის ჰეგემონია აღარ ყოფილიყო სოფლიოში და ევროპელების განდევნა იქიდან და ამერიკელების აფრიკაში, ეგ ხო განდევნეს, პირდაპირ გაყარეს. რევოლუციების კასკადი იყო და დაეპატრონენ ურანის და სხვა საბადოებს. ანუ ჩვეულებრივი მართველი, რომელიც მოდი ესე ვთქვათ რა, ესე მარტივად და ჩვენთვის ჩვეულებრივი ადამიანების გას უკუღმართულად არ უყურებს, არ სურს რაღაცა თავის ჭყვაზე გადაიყვანოს მთელი მსოფლიო, რაღაცა ტვინების შემოუწიალოს ხალხს და რაღაცნაირად დაკანონდეს, მაგრამ ქრისტიანობა მართ ექსპერიმენტებს გვიტარებდნენ, ხო ესე იყო რა. სად წავიდა ხალხო? სად წავიდა ის ადამიანის უფლებები, როდესაც ჩვენ წითელი ხაზები გაგვივლეს ამერიკელებმა და ევროპელებმა და გვითხრეს, რომ თქვენ რომ კანონი მიიღეთ, ეს არის წითელი ხაზი, ანუ მე LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ ლაპარაკობდა, ნუ თუნდაც გამჭვირვალეობის შესახებ კანონი. ესენი სულ ცოტა ხნის წინ, აი რამდენიმე თვის წინ. ტრამპამდე კი ბატონო. ხო, 4-5 თვის წინ ეს როგორი წითელი ხაზები იყო, იცი რომ თქვენი პერსპექტივა დაგეხურად მორჩა. ხო და ხო გვეუბნებოდნო. ძალიან ამერიკამ გააუქმა სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, ვერაფერი იქიდან ხელი კონკრეტული ვერ მივიღეთ, ვერასოდეს, მაგრამ ნუ ეგ ეხლა რომ რევოლუციაზე და მუხტისაწევაზე იყო გათვლილი, მაგრამ მაგას თავი დავანებოთ. ანუ თავისით გაქრა, აქ ხო რაღაცა განსაკუთრებული არ მომხდარა. გაქრა, აბა ვინმე ან ევროპელი ან ამერიკაზე აღარ არის საუბარი, იქ სამთავრო. ევროპელი ვინმე იძახის კიდევ გამოუთქვა საქართველოს მიმართ პრეტენზია, რომ ხმას არავინ არ იღებს. ხო ხმას არავინ არ იღებს. ის რა იქნა, რომ აი ამან თქვენ რომ ეს კანონი მიიღეთ, всё დაღუპულები ხართ თქვენ ევროპაში. თემაც გაქრა. ჩაიყრა, წავიდა, თავის ავტომატურად ჩაირეცხა, წავიდა ისტორიამ და ასევე ავტომატურად ჩაიყლაპება ის დღევანდელი მიდგომა, სანამ ევროპაზე გადავალთ, ალბათ ამით რა მოწროთ, მე ორი სიტყვა ალბათ იმ პატივცემულებსაც რაღაცა ფორმით უნდა მიუძღვრათ. ანუ ეს დღევანდელი მათი ეს ხო ყველამ კარგად უნდა დაინახოს და დაინახა კიდევ საზოგადოებამ, ხო, გონიერი ხალხი გამოვიბრძმედეთ ამდენ უვილებში და მამაძაღლობაში. მორჩა ხო რა ხა. არა, ეხა რუმინელი ხალხი ჯერია, სხვა შორის. ხო. ძალიან დიდი აქციებია. სტრესებს ეტარებს. ბიჭო, პატარა დაცვას უპოვესო ფულიო. არჩევნების ქეშფული დაცვას უპოვეს კანდიდატის დედა ეს რა დანაშაული. ხო და ანუ ეხლა დღეს ჩვენ გეუბნებიან, რომ თურმე ისინი კი აღარ არის კაცო მთავარი წითელი ხაზები. მაშინ თუ ვიღაცების უფლებები ირღვეოდა, ხო ისა ოცნებობდა აღარ ირღვევა თურმე მათი უფლებები. მორჩა აღარ აინტერესებთ იმათი უფლებები. გაჩნია ვის პარტიისპირელებს აინტერესებს. ხო, გაიარა და წავიდა. ეხლა თურმე აინტერესებთ იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც ახლა მიტინგებზე რომ დაიარებიან და თურმე მათზე ძალადობენ. ერთი ადამიანი მაჩვენეთ, გარდა იმ 5 დღის შეხლა შემოხლისა, რაც მაშინ ხდებოდა და რა თქმა უნდა სახელმწიფო დაწესებულებებზე მიმდინარეობდა შტურმი და რევოლუციის ცდელობა მიმდინარეობდა, იმის მერე მაჩვენეთ ვინმეზე თუ იძალა და პოლიცია სადაც დგას, იცით, ზედა ქუჩებზე დგას, პოლიციაც სიგულისხმება რა, პატრულის მანქანა, რო აი მანქანა უშნოთ ვინმე მარჩაია. არა, არ არსებობს. ჩვეულებრივად წესრიგს ისავენ დგანან ზედა ქუჩებზე, რომ მანქანებმა რაღაცა მაინც ოლეოლას მომღერალი აღვილახეს არა შემოკრეს. ესეც როგორც კი მაგათ ინტერესში აღარ იქნება,
ხო, ესეც ჩვეულებრივად ჩაივლის და დამთავრდება რა. ეხლა ევროპაზე კარგად აღნიშნა და ნელა ჩვენს მეთქულ ქვეყანასაც დაუბრუნდეთ, მეგობრებო. ბუნებრივია ევროპა ეხლა არის გლობალიზმის ბოლო ბასტიონი, იმიტომ რომ ამერიკა ჩაეხსნა. არანაკლებ გაბრაზებულია ზელენსკისთან შედარებით მეტად არის უფრო გაბრაზებული. ალბათ ტრამპი ამ ვიწრო მელკი ჯუჯა ქვეყნებზე, ბალტიის პირელებზე და სხვა დიდ ქვეყნებზე არაფერს არ ვამბობ, მე ჩემი ყურით მოვისმინე. საფრანგეთს ვთხოვოთო ჩვენო და სხვა ქვეყნების დასახელება არ მინდაო ტრამპმა. რომ ნატოს ეგიდითო დაგვეხმარონო, როცა ჩვენ საფრთხე დაგვემუქრებაო. დაგვეხმარებიანო და არ ამგონიაო და ამით ეხა რა თქვა? ხო, პირიქითაც ეჭქვეშ დააყენა, ხვდები? მათ უთხრა ტრამპს, ევროპას უთხრა რომ ფული გადაიღადეთ და გააკეთეთ ჯარი. დაიცავით თქვენი თავი და რუსეთის ნუ გეშინიათო, ესეც ხო უთხრა თავისი ვიცე-პრეზიდენტის პირით. საკუთარ თავს მიხედეთ ავტორიტარიზმი რო გაქვთო. და ამიტომ შეშინებულია, გაგიჟებულია მთელი მსოფლიო. მთელი ევროპა. ძალიან კარგი ლაპარაკია, მაგრამ რეკლამას უყუროთ.